მოგესალმებით. ვიდეო არის განკუთვნილი მათთვის, ვისაც უშუალოდ ამ კითხვაზე პასუხი სჭირდება და ვისაც შეხვდება. მოდი ნახოთ პაუზაა თუ დასასრული. მოდი ჯერ ნახოთ რა ენერგიებში ხართ თქვენ ახლა. და პაუზა არის, ეს მდგომარეობა თუ დასასრულია. თუ პაუზა. თქვენ იცით როგორ ენერგიებში ხართ? ანუ შესაძლებელია სიხართ და ელოდებით როდის გამოჩნდება. თან ბრაზობთ, აი იცით როგორ ძალიან ბრაზობთ მასზე. შესაძლებელია გინდოდეთ, რომ აი კარგად ვეჭხუბებოდი რა. იბრძვით მომავლისთვის, ფიქრობთ მომავალზე. შესაძლებელია ბევრჯერ იყო თქვენს ურთიერთობაში ასეთი სიტუაციები, რომლიდანაც ყოველთვის გამოხვედით ხოლმე. ეხლაც თითქოს ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ნერვიულობთ, უბრალოდ ზიხართ და ელოდებით რა. პაუზა დასასრული. არა, ეს არ არის დასასრული. ანუ მინდა გითხრათ, რომ ეს არის სამართლიანობის არკანი. თითქოს იცით როგორ თითქოს უფიქრდებით ძალიან ბევრ ამას, თქვენს განვლილ ცხოვრებას, რაც თქვენს შორის იყო, რაც თქვენს ურთიერთობაში იყო, ფიქრობთ იმაზე, თუ რა კარგად გრძნობდით მის გვერდით თავს, როგორი ლაღი თავისუფალი და ანუ ესეთი შეგრძნება მომდის, ბავშვურად ბედნიერი იყავით მის გვერდით. და ეხლაც ელოდებით, როდის მოვა თქვენი ადამიანი, ხო ესეა? კი. კი, ესეა, თქვენ ზიხართ და ელოდებით მის განქმედებას. როდის მოგივათ თუნდაც ახალი ამბავი, შესაძლებელია მართლა გაიგოთ ახალი ამბავი, ან მოგწეროთ, ან დაგირეკოთ, ან რაღაცნაირად შეგეხმიანოთ და თქვენ ეს ძალიან გაგახარებთ, აი თითქოს იცი როგორ აი გავიმარჯვა ესეთი ეს მომდის. და ეს ქურუმიქალი რას ნიშნავს რამე შესაძლებელია ქვეცნობიერულად ფიქრობდეთ, რომ ამ ადამიანმა გული გატკინათ, კი, ცუდად მოგეკცათ, მაგრამ მაინც მას ელოდებით. კი, დაბრუნდება? დაბრუნდება. მინდა გითხრათ, რომ ახლა ცოტა ცივ ენერგიებშია, შესაძლებელია ფიქრობდეს თვითონაც რა გააკეთოს, რომ დაბრუნდეს და ასე შემდეგ. შესაძლებელია დაბრუნდება. ჯერ ცოტა ხანს იჯდება თავისთვის და მერე დაბრუნდება, კი. აქ სიყვარულია დასების დოზე. აუცილებლად დაბრუნდება და ძალიან გაგეხარდებათ. გისურვებთ წარმატებას.